დღეს გაფორმდა მემორანდუმი გაეროს მოსახლეობის ფონდთან და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან განათლების პროგრამების მიმართულებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ზოგადად პროგრამების განვითარების კუთხით. შევიმუშავოთ სილაბუსი მათთან ერთად, ეს არის გენდერი, ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოების შესახებ სილაბუსი. ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საკითხების ცოდნა განათლების ადმინისტრატორებისთვის, რათა მათ მიიტანონ ეს მნიშვნელოვანი საკითხები სკოლამდე, უმაღლესი განათლების კონტექსტამდე და ასევე პროფესიულ განათლებამდე. ეს სილაბუსი უკვე ინტეგრირდა განათლების ადმინისტრირების ინგლისურენოვან და ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამებში. ძალიან მოხარული ვართ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი, შემიძლია ვთქვათ და ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი ასევე, რომ ჩვენ დავნერგოთ უმაღლეს სასწავლებლებში ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ განათლება. მოგეხსენებათ, რომ მსგავსი ტიპის განათლება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებად მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რადგანაც ისინი შეიძენენ რაღაც გარკვეულ უნარჩვევებს, ცოდნას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვებათ და გამოადგებათ. ეს თანამშრომლობა მოიცავს როგორც აკადემიური პერსონალის გადამზადებას, ასევე სასწავლო პროგრამის მომზადებას და დანერგვას უკვე უმაღლესი განათლების სფეროში.